ამჟამინდელ ბლოგში ვისაუბრებ ციფრული პროგრამით შექმნილ პირველ დიზაინზე, რომელიც გაბრიელისთვის გამოცდილებაში მოგზაურობა აღმოჩნდა. გაბრიელს ის დღე ნათლად ახსოვს. ციფრულ პროგრამას პირველად რომ გახსნა და ახალ პროექტს დააჭირა, თითქოს თავად დიზაინის სამყაროში ამოყო თავი. სერიალი მანეკენი ეკრანზე მოთმინებით ელოდა მის პირველ ციფრულ ნაბიჯებს მოდის სამყაროში. გაუაზრებლად პირველ ქსოვილად შიფონი აირჩია, ალბათ ყველაზე რთული მასალა დამწყებისთვის. გადაწყვეტილება მხოლოდ გრძნობით მიიღო, სურდა ვირტუალურ სამყაროში სიმსუბუქისა და სინაზის ატმოსფერო შეექმნა. მოგვიანებით კი გააცნობიერა, რომ შიფონის სიმულაცია ისეთივე გამოწვევებითაა სავსე ციფრულ სამყაროში, როგორც რეალურში. საჭიროებს ცოდნას, მოთმინებასა და პრაქტიკას. ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და სასწავლო მომენტი იყო, როცა აღმოჩნდა, რომ მისი პირველი დიზაინი უკუღმა გამოუვიდა. ქსოვილი არასწორად იყო გაჭრილი და ხილები წინა მხარის მაგვრად უკან მოათავსა. ეს მომენტი მას შთაგონებად ექცა. ტექნოლოგიასთან კავშირი მხოლოდ შთაგონებაზე არ არის დამყარებული. საჭიროა ტექნიკური სიზუსტე. მიუხედავად სირთულეებისა და შეცდომებისა, გაბრიელმა მაინც შექმნა რაღაც ღირებული. მისი პირველი ციფრული კაბა სრულყოფილი არ ყოფილა. თუმცა ეს იყო მისი პირველი ნაბიჯი დიზაინის სრულიად ახალ განზომილებაში. ამ პროცესთან გაბრიელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გამოიტანა. ციფრულ სამყაროში შეცდომების საშიში არ არის. უკან დაბრუნების ღილაკი ყოველთვის მის გვერდითაა, განსხვავებით რეალობისგან. დიზაინი არასდროს არის დასრულებული. ის განუწყვეტლივ განვითარებადი პროცესია. ციფრული პლატფორმა ყოველა დეტალის დახვეწის საშუალებას აძლევს და შემოქმედებით თავისუფლებას უხსნის. პირველი ნამუშევარი ყოველთვის განსაკუთრებულია, როგორც პირველი სიყვარული. არასრულყოფილი, მაგრამ ემოციურად ფასდაუდებელი. დღეს როცა გაბრიელი იმ ძველ ფაილს თვალს ადევნებს, გული სიხარულით ევსება. ეს მისთვის არა მხოლოდ ციფრული სამოსია, არამედ ეს არის მომენტი, როდესაც გაბრიელი ახლიდან დაიბადა.